შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. შეხვედრა მე-7. კარგად ისიცინის, ვინც ბოლოს იცინის. ფრანგული ანდაზა. გოჯასპირზე მუშაობის დროს კორნელიმ სხვა ყველაფერი დაივიწყა. მეგობრები, მშობლები, ნინოც კი. სტამბაში იშვიათად დაიარებოდა. დღეღამეში ხშირად 16 საათს მიჯრით მუშაობდა და ერთი თვის შემდეგ ორნაირი სიხარული განიცადა. გოჯასპირის წერა დაამთავრა და ჟურნალში მოთხრობა ასპინძა და ასკერი დაბეჭდა. ავტორს მოთხრობების ცალკე წიგნად გამოცემა აღუთქვეს. გათამამებულმა ჭაბუკმა გამომცემლობის გამგეს მესამე მოთხრობა გოჯასპირი ჩესთავაზა. გამგემ გულდასმით წაიკითხა და მერმე უთხრა. ეს მოთხრობა რომ დავბეჭდოთ, თავრობა თქვენ ბოლშევიკად გამოგაცხადებს და მერმე თქვენცა და ჩვენც საქართველოდან გადაგვასახლებს. ნუ თუ თქვენ არ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ ანადგურებთ ამ მოთხრობაში ხელისუფლებას. მე ახლანდელი მთავრობის დამქაშების მხეცობაზე ვწერდი და მართალი გითხრათ არ მიფიქრია ამის გამო თუ გადამასახლებდნენ. მიუგო გაოცებით კორნელიმ. სჯობს ეს მოთხრობა შინ შეინახოთ და არავის არ აჩვენოთ. ურჩია ჭაღარით მოსილმა გამგემ. ოქროს ჩარჩოიან სათვალიდან მრისხანეთ შეხედა და გოჯასპირი დაუბრუნა. სამწერლო ასპარეზზე ეს კორნელის პირველი მარცხი იყო. თქვენ სიმართლისა გეშინიათ, აღშფოთ და კორნელი. თქვენ მოსყიდულ პრესას ემსახურებით. ძალიან წყინს რომ ყოველივე ეს ვერ გავითვალისწინე და ჩემი მოთხრობა თქვენ მოგიტანეთ. გოჯასპირში მენშევიკური ხელისუფლების და სახალხო გვარდიის უმსგავსოება თარეში და მათ წინააღმდეგ აჯანყებული გლეხების ბრძოლა იყო აღწერილი. კორნელიმ პირველად იგრძნო ცენზურის სუსხი და თავისუფალი შემოქმედების აღკვეთის და შეზღუდვის უმსგავსოება. ასპინძა და ასკერში კორნელიმ დიდი ჰონორარი მიიღო და მერმე კოსტიუმის შეკერვა და ქვიშხეთში გამგზავრება გადასწყვიტა. ჰონორარი ჯიბეში ჩაიდო. რედაქციიდან პირდაპირ ლევონ მერაბიანს გაუარა და კოსტუმის შერჩევას თხოვა. იმჟამად თბილისის მაღაზიებში საქონელი არ იშოვებოდა. ლეონმა კორნელი სალდათის ბაზარში წაიყვანა, სადაც სპეკულანტები ვაჭრობდნენ. ვითომ და ომში დაზარალებულთა და სომეხ ლტოლვილთათვის ამერიკული კომიტეტის მიერ გამოგზავნილი საქონლით. ნამდვილად კი ეს საქონელი საეჭვო საქმოსნებს და სპეკულანტებს უარდებოდათ ხელში. აქ უხმარ ტანსაცმელს იშვიათად თუ წააწყდებოდა კაცი და კიდეც რომ წასწყდომოდა, კორნელისთანა ჭაბუკს ტანზე არ მოადგებოდა. კორნელიმ და ლეონმა მთელი ბაზარი უშედეგოდ მოიარეს. ბოლოს ლეონი გაბრაზდა და ერთ მსუქან შავტუხა ვაჭარს სურენს მიადგა.
ვა, რა დროება დადგა. გედეონ მერაბიანის შვილი ბაზარში კოსტიუმს ეძებს. აფსუსი არ არის? აი გიდი აბასთუმან. შეეგება ლეონს გედეონის ყოფილი ნოქარი სურენი. იგი წამსვე დატრიალდა და დაიძახა. ისეთი ანტიკა საქონელი გაჩვენოთ, მთელ ქალაქში ვერ სად ნახოთ. კორნელი და ლეონი სურენმა მაღაზიის უკან საწყობში გაიყვანა. ახალ მიღებული შეკვრა გახსნა. კორნელიმ და ლეონმა შიგ მუქ ნაცრისფერი შალის ჩინებული კოსტიუმი მოსძებნეს. სინათლეზე გაიტანეს. ზედ ზოლებად ჩაქსოვილი იისფერი წინწკლები აჯდა და შალი ლურჯი ზღვის ტალღასავით ლივლივებდა. კოსტიუმი მართლა ჩინებული იყო. კორნელის ტანზე მოადგა. ცოტაოდენი გადაკეთება სჭირდებოდა, მაგრამ სურენი ძვირად აფასებდა და ჯიუტობდა. კაპიკსაც არ დააკლდება. ნამუს გეფიცებით, სუფსარგისის მზემ, განაცხადა მან. რას მეფიცები? კითხა კორნელიმ. ნამუს ღმერთსა და რჯულს. ის დაიფიცე, რაც გაგაჩნია, ფული, პიჯაკი და შარვალი. სურენი მიხვდა ანკესზე რომ წამოეგო, ეწყინა და კორნელის უკმეხად მიუგო. ვა, ეს რა მაზალო ვინმე ყოფილხარ, სინდისზე და ნამუსზე, ღმერთსა და რჯულზეც ხელი უნდა ამაღებინო? მე რად გაღებინებ? ამდენ მოგებას რომ ინარჩუნებ და საწყალ ხალს ტყავს აძრობ, განა მაგით ღმერთსა და რჯულზე თვითონვე ხელს არ იღებ? მაშ ამოდენა ნალოგები როგორ გადავიხადო? ან ცოლშვილი ასეთ სიძვირეში როგორ დავარჩინო? ის დრო არ გეგონოთ, ეტოს რომ დავიჭერდით, შიგ მირონის პრავიზიას ჩავაწყობდით და იალა, ორთა ჭალაში მიფრინდებოდით. ეგ ცოცხალი მწვადები, დილამდე ვქეიფობდით. მერე რა, კაპიკები ღირდა. აბა ახლა მიბრძანდი. აფსუს რა ცხოვრება გაგვიფრინდა. ჰაი გიდი აბასთუმან. დაიძახა სურენმა და ღაჟღაჟა გაბუტულ ლოყაზე ხელი ისე მაგრად შემოიკრა, რომ ბაგე გაეხსნა და მსუნაგი ოქროსფერი კბილები კინაღამ არ გადმოსცივდნენ. კორნელიმ ჰონორარის ნახევარი გადაუთვალა სურენს და მერმე ლეონს უთხრა. საოცარია. ამერიკელი ვიღაც კაცის კოსტიუმი ახლა თბილისში მე უნდა ვატარო. ლეონმა ისევ შეათვალიერა კოსტუმი და ღიმილით მიუგო. მას კი ცოტა ხანს უტარებია, უმალვე გამოუცვლია. მე ვიცი, გარდერობში მეტი კოსტიუმი აღარ დარჩებოდა, აი. სურენმა იმ უცნობი და უხილავი მდიდარი კაცის მისამართით სასოებით და მლიქვნელურად განაცხადა. მახლას რა გარდერობი და ცხოვრება ექნება იმ დალოცვილსა, ჰაი გიდი აბასთუმან. კორნელი ფანჯარასთან იჯდა. იგი მტკვარს, ყორღანოვის ქუჩას და მთებს მოწყენილი გასცქეროდა. კოსტიუმი მკერავს მისცა გადასაკეთებლად, მანამდე კი ყალბი თავმოყვარეობის გამო ქვიშხეთში დახეული ტანსაცმლით ვერ ჩავიდოდა. თანაც ჩადენილი ცოდვის გამო ქალთან შეხვედრას ერიდებოდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რა საშინელება ჩაიდინა. ნინოს გამგზავრების შემდეგ თვენახევარი გავიდა, მას კი ერთხელაც არ მიუწერია მისთვის წერილი და არ ჩასულა ქვიშხეთში. მაინც სად დაიკარგა მიხა მაჭავარიანი. რისთვის არ მეკარება? რაც მწერლებთან სიარული და ჟურნალ გაზეთებში თანამშრომლობა დავიწყე, მიხა რატომღაც ჩამომშორდა. შური ხომ არ დაებადა. იქნებ ნაწყენია, რომ ქვიშხეთში უჩემოდ წავიდა. მე და ნინოს შორის ალბათ ისევ შავი კატა გაირბენს. გრძნობ, რაღაც ცუდი მოხდება. გაიფიქრა კორნელიმ,
მაშინვე წამოიჭრა და მიხასკენ გასწია, მაგრამ გვიანღა იყო, მეზობლებმა უთხრეს, მიხა ქვიშხეთში წავიდა. ეს ამბავი ძალიან ეწყინა კორნელის. ჩვენ გადაწყვეტილი გქონდა ქვიშხეთში ერთად წავსულიყავით და მიხა თუ პატიოსანი კაცია, უჩემოდ რად გაიპარა. იქნებ საჯაშუშოდ წავიდა, ფიქრობდა იგი. ასე ფიქრობდა კორნელი, როდესაც დიდმთავრის ქუჩაზე მოულოდნელად ვანო მახათაძე და ნიკო გოცირიძე შეეყარნენ. ისინი კავკასიდან იყვნენ ჩამოსულნი, სახე მზით გატროსული ჰქონდათ, გალიფე ჩექმები და მოქარგული უკრაინული ხალათები ეცვათ. ნიკო ახოვანი ვაჟკაცი იყო, შინდისფერი შარვალი, გალიფე ეცვა, ცხენოსანი ჯარის ოფიცრის მსგავსად. ვანოს გამხდარსა და სუსტ კაცს გულის ყაზაფი ჩავარდნოდა, მაგრამ თვალები უცნაური ძალით ანთებოდნენ. მათში ურყევი ნებისყოფა, ხასიათის სიმტკიცე რწმენის გამო თავგანწირვა გამოსჭვიოდა. კორნელი, უთხრა ვანომ, შენ მწერალი გამხდარ ხარ, ჩვენ კი შენში ტალანტი ვერ დავინახეთ. შენი ასპინძა და ასკერი წავიკითხე. ასპინძა იმრიგად არ მომწონს. ნაციონალისტური ტენდენცია ჩრდილავს მხატვრულ ღირსებას, მაგრამ შენ წერა შეგძლებია. კორნელი ძალიან ღელავდა, რადგან იგი დამწყები მწერალი იყო და თავისი ნაწარმოების შეფასებას გულთან ახლოს იღებდა. სულ ერთია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი შემფასებელი. შენ წერა შეგძლებიაო. ვანომ რომ უთხრა ეწყინა. წერა შემძლებია კი არა, მოთხრობები დავწერე და კარგი შეფასებაც მივიღე. გაიფიქრა და ვანოს შეხედა. ვანო ისეთი ცნობის მოყვარე და სერიოზული სახით მიშტერებოდა, რომ კორნელიმ კამათი აღარ დაუწყო. თავი ჩაჰკიდა და მორიდებით განაცხადა. ის მოთხრობები ჩემი პირველი ცდაა. ამას წინათ მესამე მოთხრობის წერა დავამთავრე, მაგრამ ცენზურამ არ გაუშვა. რატომ? მოთხრობაში გვარდიელების მიერ ნაწამები 80 წლის მოხუცი გლეხის, გოჯასპირის ცხოვრება ავწერე, რომელსაც შენ კარგად იცნობდი. მიუგო კორნელიმ და გამომცემლობის გამგის ნათქვამი უამბო. ვანო დაინტერესდა. ის მოთხრობა რომ წაგვიკითხო, რამდენ ხანს მოუნდები? 2 საათს. ამ მოთხრობაში მოქმედ პირთა გვარები, აგრეთვე ქალაქისა და სოფლების სახელწოდება შეცვლილი მაქვს, მაგრამ თქვენთვის ყველაფერი ნაცნობი იქნება. იქ თქვენ თავსაც იცნობთ. მაშ წავიდეთ, წაგვიკითხე. რეალურ სასწავლებელს გასცდნენ. სანაპირო ქუჩაზე გავიდნენ და კორნელის ბინას მიადგნენ. კორნელიმ ფანჯარა გამოაღო. ვანოს და ნიკოს სკამები შესთავაზა. თვითონ მაგიდასთან დაჯდა. სუფთად გადაწერილი მოთხრობა უჯრიდან ამოიღო და გაშალა. ვანო კარადაში და მერმე ეტაჟერზე დალაგებულ წიგნებს მისდგომოდა და ხარბად ათვალიერებდა. კორნელიმ გაუბედავად ჰკითხა. შეიძლება დავიწყო? მიდი მწერალო, ჩააბულბულე. ისე აგდებულად მიუგო ვანომ, რომ კორნელის ეწყინა. ვანომ ეტაჟერიდან ჩეხოვის ტომი გადმოიღო, სკამზე დაჯდა. წიგნი მუხლებზე დაიდო და გადაფურცლა. კორნელიმ გაიფიქრა, ამან თუ ჩეხოვის კითხვა დაიწყო, ჩემი მოთხრობა რა მოსატანია. ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. ვანომ კორნელის აღელვება შეატყო და ისევ აგდებულად უთხრა. მიდი მწერალო, ნუ გეშინია. კორნელიმ ღელვარე ხმით დაიწყო. წისქვილთან ცხენი შევაყენე. წისქვილის თავზე ამართული ბებერი მუხა შრიალებდა. მუხის ძირას ახოვანი, თეთრწვერა მოხუცი, 80 წლის გლეხი გოჯასპირი იდგა. ყალიონს აბოლებდა და მეზობლებს ესაუბრებოდა. მე მივესალმე მათ, ცხენიდან ჩამოვხდი.
თუთუნი გაზეთის ქაღალდში გავახვიე და გლეხებს ცეცხლივს თხოვე. გოჯასპირმა კვას აბედი ამოიღო, გაქრა და ანთებული ნამცეცი მომაწოდა. თეთრ წვერა მოხუც ვეება ხელის ზურგზე, დაზღმურდლული ძირმაგარასავით პირღია იარა შევნიშნე და მისი შეხვევა და წამლობა ურჩიე. გოჯასპირმა გაიღიმა და ოჩოკოჩის მსგავსი ბოხი ხმით ჩააგუგუნა. რა უჭირს? უნდა გენახა რას გავდა, ხარის თვალივით მაჯდა, ყურწუმელის ნეშო დავადევი, დავამწიფე და მერმე დანის წვერით ავხიე. ეს სიტყვები კორნელიმ ისეთი მღელვარებით და ისეთი ხმით წარმოსთქვა, ეტყობოდა მათ რაღაც დიდ მნიშვნელობას, მაგიურ ძალას ანიჭებდა და მართლაც შემდეგმა ადგილმა ვანო ამაში სავსებით დაარწმუნა. განცვიფრებით მივაშტერდი წარბ გაფანჩული მოხუცის სახეს, არყისხის ქერქისფერ მის უცნაურ თვალებს, თითქოს ისინი ატარებდნენ ჩვენი ხალხის ძველის ძველსა და მრისხანეს სიბრძნეს. მერმე რატომღაც გავიფიქრე, ტყის ღმერთი, ჩვენი ხალხის ძველის ძველი და მრისხანეს სიბრძნე, ტყის ღმერთი. აი ისევ ნაციონალისტური ტენდენციისა და მისტიკური ჭვრეტის შედეგი. გაიფიქრა ვანომ, წიგნი დახურა და კორნელის ალმაცერად შეხედა. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებული შვილისა და მისი ამხანაგების პატივსაცემად გოჯასპირის სახლში გამართული ვახშამი, აჯანყებული გლეხების ბრძოლა, გვარდიელების მიერ გოჯასპირის ჩამოხრჩობა და ქალების მიერ მისი დატირება ისე კარგად იყო დაწერილი, რომ ვანო კორნელის ახლა სულ განაბული უსმენდა. გოჯასპირის ჩამოხრჩობის სცენამ კი ტანში ჟრჟოლა მოჰგვარა, ვეღარ მოითმინა და დაიძახა. ყოჩახ, შესანიშნავი მოთხრობაა, გოჯასპირი ცოცხლად დაგიხატია. ასეთ მოთხრობებს თუ დაწერ, ხალხის მხარდამხარიული და ჩვენი თანამგზავრი გახდები. მაშინ იცოდე, სწორ გზას დაადგები. ვანოს თვალები უცნაურად აღენთნენ. საკინძზე შეხსნილ მის გამხდარ და გრძელ კისერზე კომშის წნელივით დაგრეხილი მოლურჯო ძარღვი გაბერილიყო და გამალებით სგერდა. მე მინდა ხალხს ვემსახურო, თქვა კორნელიმ, ჩემი სურვილია ქართველი ხალხის ბედნიერი ცხოვრება ვიხილო. მე სიმართლეს ვემსახურები, მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი. მაშიცოდე, სიმართლე ჩვენ მხარეზეა. გახსოვდეს, რომ წერლობა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. წერალს გარკვეული მსოფხედველობა და პოლიტიკური მრწამსი თუ არ გააჩნია, იგი ვერაფერს თვალსაჩინოს ვერ შექმნის. ჩემი მსოფხედველობა ვფიქრობ ჩემს მოთხრობებში მჟღავნდება. უნდა ხედავდე რა ხდება ჩვენში. მენშევიკებმა საერთო ენა გამონახეს ჩვენს მტრებთან. ისინი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებით ვაჭრობენ. გუშინ ისინი ყიდნენ ჩვენ სამშობლოს გერმანელებზე, დღეს კი ყიდიან ინგლისელებზე და ფრანგებზე. ასე დაახასიათა ლენინმა საქართველო და განაპირა ქვეყნების ბურჟუაზიის პოლიტიკა. ჩვენი ქვეყანა განა თავისუფალია, თავისუფლებას ბევრი რამ აკლია, მიუგო კორნელიმ. ვანომ ნიკოს შეხედა. მერმე კორნელის გაუღიმა და უთხრა, მაიტა შენი გოჯასპირი, ჩვენ ასეთი მოთხრობები გვჭირდება, ჩვენ პრესაში დავბეჭდავთ. თუ ხელის მოწერის გეშინია, ფსევდონიმი მოიგონე. ფსევდონიმი კორნელის მოფიქრებული ჰქონდა. მოთხრობა აიღო, ქვეშ მოაწერა გიორგი მახვილაძე და მოკრძალებით ვანოს გადასცა. ქუჩიდან ძახილი გაისმა. ვანომ ქუჩაში გაიხედა და ნიკოს და კორნელის ჰკითხა,
იმ ვაჟბატონს თუ იცნობთ. კორნელიმ ფანჯრის წინ ქუჩაში გაჩერებული გიგო თავაძე დაინახა და გაზძახა: შემოდი, შემოდი! გიგო ოთახში შევიდა. ვანოს და ნიკოს ხელი ჩამოართვა, მერმე გაიღიმა და კორნელის ჰკითხა: სად მოძებნე ეს ბანდიტები, მწერალო? ისევ ანარქიისა და აჯანყების მოსაწყობად ხომ არ ჩამობრძანებულ ხართ რუსეთიდან საქართველოში. უმალვე კამათი დაიწყო. დენიკინის ლაშქარი მოსკოვს უახლოვდება და თქვენ რუსეთიდან საქართველოში გამორბი ხართ? დასცინა გიგომ ვანოს და ნიკოს. დენიკინმა მოსკოვი თუ აიღო და მერმე ამიერკავკასიაში შემოუტია, საქართველოს რაღა უჭირს. ინგლისელები დაიცავენ თეთრებისაგან. მოუჭრა ვანომ გიგოს. დიახაც მთელი ევროპის დემოკრატია დაგვიცავს. ნეტარი იყვნენ მორწმუნენი. ინგლისელები, რომელზედაც თქვენ ესოდენ დიდ იმედებს ამყარებთ, თვითონვე ცდილობენ ხელთ იგდონ საქართველოს და ამიერკავკასიის ბუნებრივი სიმდიდრენი და იცი, სწორედ დენიკინის მეოხებით. მიეშველა ნიკო ვანოს. დენიკინის გამარჯვება საქართველოსთვის მართლაც დამღუპველია. ჩაურთო კორნელიმ და კამათში ჩაბმა სცადა, მაგრამ გიგომ არაცალა აზრის დამთავრება. გაუმარჯოს ახალშობილ ბოლშევიკს. ბოლშევიკების გამარჯვება რუსეთში ჩვენთვის უფრო დამღუპველი იქნება, ვიდრე დენიკინისა. აი პირწავარდნილი მენშევიკი, ნამდვილი თავისი სახით. ამის შემდეგ თქვენ კიდევ ბედავთ სოციალისტები უწოდოთ თქვენ თავს. თუი! გადააფურთხა ვანომ. გიგო მაინც არ იშლიდა თავისას და გაიძახოდა: რევოლუცია თქვენ თვითონ დამარხეთ. არა, რევოლუცია ცოცხლობს. მენშევიკებს დენიკინთან ერთად გსურთ მისი დამარხვა, მაგრამ არაფერი არ გამოგივათ. თქვენ თვითონ დაიღუპებით. ცხარობდა ვანო. ახლა რისიღა იმედი გაქვთ? დენიკინმა ჩრდილო კავკასია, სამხრეთ რუსეთი დაიჭირა და ცენტრალურ რუსეთს მიადგა. მიუხედავად ამისა, იგი მიზანს მაინც ვერ მიაღწევს. თქვენ გსურთ რევოლუციას ზურგში მახვილი ჩასცეთ, მაგრამ ქართველი მშრომელი ხალხი ამის უფლებას არ მოგცემთ. ისევ აჯანყებას აპირებთ, ჭკუით იყავით. თქვენ ყველგან აჯანყება გელანდებათ, მაგრამ სულ ერთია: რევოლუციურ რუსეთს საქართველოს ვერავინ ვერ მოსწყვეტს. საქართველო უკვე მოსწყდა ბოლშევიკურ რუსეთს. იგი დამოუკიდებელი ქვეყანაა. მის უფლებას მთელი ევროპის დემოკრატია იცავს. ვერც ბოლშევიკების და ვერც დენიკინის რუსეთი დარიალის კარს ამიერიდან ვეღარ გააღებს. ბურჟუაზიულმა და კაპიტალისტურმა ევროპამ ორჯერ გააღო საქართველოს კარები და თქვენ ორჯერვე ხელგაშლილი შეეგებეთ ინტერვენტებს. საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა და საქართველოს ინტერვენცია განა ნამდვილ რევოლუციონერს და სოციალისტს უნდა ახარებდეს. უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოველთვის ინტერვენციას როდი ნიშნავს. რომელი სახელმწიფო შემოიყვანს ჩვენში ჯარს ისე ჩვენს შინაურ საქმეებში რომ არ ჩაერიოს. ევროპა და ინგლისი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ამიტომ ისინი ჩვენ შინაურ საქმეებში არ ჩაერევიან და საქართველოს უფლებებსაც დაიცავენ. ევროპის ქვეყნები, დაიწყო ვანო, საქართველოს უფლებებს იმგვარად დაიცავენ, როგორც იცავენ ისინი მათ დაპყრობილ ქვეყნებში, კოლონიებში. უცხოური კაპიტალი მოდის ჩვენში ბუნებრივ სიმდიდრეთა გამო. იმ სიმდიდრეს ათეულ წლებში ამოწურავს იგი და
ჩვენს ქვეყანას გააჩანაგებს. აი ეს არის პრინციპული საკითხი. თქვენი გზა რეაქციისაკენ მიდის, ჩვენი კი რევოლუციისაკენ, სოციალიზმისაკენ, ხალხთა ძმობისა და ბედნიერებისაკენ. განაგრძო ახლა ნიკო. მაგიდიდან ქუდი აიღო და წასასვლელად მოემზადა. გზა სოციალიზმისაკენ შორეული გზა არის. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ევროპის დემოკრატია არ იბრძოლებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ისევ ეშმაკური ღიმილით შენიშნა გიგომ და გიდელივით წაგრძელებულ თავზე თხუნელას თათივით მოკლე თითებიანი ხელი გადაისვა. ბრძოლა ბოლშევიზმთან, შენიშნა ვანომ, ეს არის გზა რეაქციისაკენ. აი ეს გახლავთ პრინციპული საკითხი, რომლის შესახებაც შენ ზერელედ გიფიქრია. ან თუ გიფიქრია, ძალიან ცუდად. დაედ რომ განსაჯოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. შენ ამაოდ გეღიმება, გახსოვდეს ფრანგული ანდაზა, კარგად ის იცინის, ვინც ბოლოს იცინის. კაცრად უთხრა ვანო, კორნელის დაემშვიდობა და ნიკოსთან ერთად ქუჩაში გავიდა. ვანო და ნიკო საკეთილოთ არ იქნებიან ჩამოსული რუსეთიდან. შენგან რა უნდოდათ? გაბოლშევიკებას ხომ არ გიპირებენ? ჰკითხა გიგომ კორნელის. ისინი მართალს გეუბნებიან, მიუგო კორნელიმ. ფანჯარასთან დადგა და გიგოს კამი შესთავაზა. გიგო სკამს დააცქერდა. მის კიდეზე მორიდებით ჩამოჯდა. თითქოს ეშინოდა გაბედულად დაჯდომისა. კაკლის კაჭრის ოდენა თვალები გადმოკარკლა. კორნელის მიაშტერდა და მერმე ჩუმი და იდუმალი ხმით უთხრა. თითქოს საიდუმლოს უმხელსო. არავინ არ გაგაბრიყოს. როგორ? მე ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სოციალიზმი არასოდეს არ განხორციელდება. რატო? სოციალიზმი ხომ ადამიანებმა უნდა განახორციელონ. მაშ ვინ? მერმე ადამიანებმა რომ სოციალიზმი განახორციელონ, მათში ხომ სოციალური ინსტინქტი უნდა სჭარბობდეს. უთუოდ, მერმე სად არის სოციალური ინსტინქტი? ადამიანებში მე ყოველგვარ ეგოიზმს ვხედავ. თავის გამოჩენისა და ერთმანეთის წახდენის სურვილს. რატომ? ეგოიზმი თანდაყოლილი და უცვლელი თვისება არის? შეედავა კორნელი. გიგო გველნაკბენივით წამოხტა და იყვირა. ეს არ გამაგონო. მაგას მე 5 წლის წინათ ვქადაგებდი და ახლა შენ დაიწყე ამ სიბრძნის ქადაგება. წინათ მეც მეგონა, რომ ეკონომიური და სოციალური პირობების შეცვლით ადამიანის შეგნება შეიცვლებოდა, მაგრამ ახლა ხედავ, რომ ეს უტოპია ყოფილა. ადამიანი რაგინდ ბედნიერი და მდიდარი არ უნდა იყოს, მაინც ყველაფერი მე მინდაო იძახის. სხვასაც თუ უნდა, ამას კი არად დაგიდევს. ძლიერი კაცი ჩაგრავს სუსტს. ძლიერი სახელმწიფო სუსტ სახელმწიფოს. ეს დასაბამიდან ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება. მორჩა და გათავდა. შენ ჰამლეტის მსგავსი სკეპტიკური და პესიმისტური ლაპარაკი დაგიწყია. შენიშნა კორნელიმ. აბა დონკიხოტები ვანო და ნიკო აგერ ვერისხიძე გადადიან და მერმე ქარის წისქვილებს შეებმებიან. მიუგო გიგომ. აიღე ბუტაფორული ფარხმალი და შენც იმ დონკიხოტებს გახევი. დასძინა მან. თავისი ნათქვამი მოეწონა, წელზე ხელი შემოიდგა და ისე ხმამაღლა გადაიხარხარა, რომ კორნელიმ გაშტერებით შეხედა. გიგო ნაკითხი დინჯი ჭაბუკი იყო და ახლა ასე რომ იქცეოდა და ახირებულად მსჯელობდა, კორნელის ძალიან გაუკვირდა. პირველად მესმის სოციალისტი რომ ლაპარაკობდეს, სოციალიზმი არასოდეს არ განხორციელდებაო. შენიშნა კორნელიმ.
მე შენ სეკრეტად გეუბნები ამას და არა დეკრეტის წესით. ღიმილით მიუგო გიგომ. კორნელი სულთლად დააბნია მეგობრის ლაზღანდარობამ. ხომ არ მცდის. გაიფიქრა და რადგან დაღლილი იყო, ფანჯრის მუაჯირზე ხელები შემოსდო. ზედ თავი მიდო. მტკვარსა და მთებს გახედა და სოციალიზმის განხორციელებაზე საუბარი შესწყვიტა. მზე ჩადიოდა და ცა დასავლეთით ისე გაწითლებულიყო, თითქოს მთის გადაღმა ხანძარიაო. იმ დღეს საშინლად ცხელოდა თბილისში. მზე ულმობლად აჭერდა და თავდაუხურავ ქუჩაში ვერავინ ვერ გაივლიდა. სიარული და ოდნავი მოძრაობაც კი დაღლიდა და უზომო ოფლს მოადენდა. კაც უმოძრაოდ და მშვიდად ყოფნა სიამოვნებდა. კუნთები უდუნდებოდა და თვლემა ეკიდებოდა. გიგოს რა დაემართა ასე აღგზნებით და ასე ახირებით რომ ლაპარაკობს. იქნებ დასიცხულია. გაიფიქრა კორნელიმ და მაშინვე უცნაური რამ დაინახა და გიგოს დაუძახა. როდესაც დაისი მოახლოვდა, მზის უკანასკნელმა სხივებმა მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდგარი ხეების კენწეროები ოქროსფრად შეღებეს და მაღალი შენობების ფანჯრები აელვარეს. მაშინ მტკვრისაკენ უცნაური ხალხი გაემართა. მაღალი და გამხდარი ინდოელები. ისინი სანაპირო ქუჩაზე გიმნაზიის შენობაში მოთავსებული ინგლისის კოლონიური ლაშქარის ჯარისკაცები იყვნენ. შავწვერა ინდოელებს თეთრი ჩალმები ეხურათ თავზე და სპილენძისფერ ტანზე თეთრივე ზეწრები მოსასხამებივით მოეხურათ. თითქოს სამხრეთ ინდოეთის პენჯაბის მცხოვრებნი მდინარე ჯუმნას მიუახლოვდნენ. რიყეზე ზეწრები დატოვეს, მდინარეში წელამდე შევიდნენ და ოფლთან და ჭუჭყთან ერთად წმინდა და ნაკურთხი წყალით ცოდვებისაგან განიბანენო. მერმე წყლიდან ამოვიდნენ. ზეწრები ისევ წამოისხეს. მდინარის პირას დადგნენ და მოკრძალებით და რაღაც უცნაური სასოებით დადუბდნენ. ჩამავალი მზით შეღებილ დასავლეთს გახედეს. ერთმა შავწვერა ინდოელმა, ყველაზე უფროსმა, მზისაკენ ხელები ვედრებით გაიშვირა. მზისდამი ლოცვას თუ ამბობდა. მერმე ფაფასავით რბილი და პურის ცომივით მოზელილი რაღაც საჭმელი მტკვარში გადაისროლა. როდესაც დღე-ღამეს გაეყარა და მწუხრი მოიწია, მტკვრის პირას გაჩერებულ ინდოელებს ყვავილებისგან და ფოთლებისგან დაწნული გვირგვინები დაურიგეს. მერმე სათამაშო ნავის ოდენა ლამბაქებზე დამაგრებული და ანთებული სანთლები მტკვრის ტალღებს გაატანეს. ტალღებმა ნათურები წაიღეს, თითქოს მდინარეს ციცინათელები მიხვებიანო. მაშინ შავწვერა უფროსმა ანთებული სანთლები აიღო და დასავლეთისაკენ ხელები ისევ რამდენჯერმე გაიშვირა. კორნელის უცნაური ჰანგი შემოესმა. თითქოს ლოდებზე, სალამურზე, ქნარზე და ფლეიტაზე უკრავენო. ის საამო ჰანგი უცნაური ძალით იჭრებოდა კორნელის სულსა და გულში და მან ლოცვა მზისადმი უწოდა მას. ინდოელები ყაზარმაში წავიდნენ და კორნელის ისევ ესმოდა მათ მიერ მზისადმი თქმული ის საკვირველი და საიდუმლო ჰანგი. ნეტა მცოდნოდა ნოტების წერა იმ ლოცვის ჰანგი რომ აღმებეჭდა. გაიფიქრა კორნელიმ და ნეტარმა თრთოლვამ შეიპყრო. იგი მიბნედილი თვალებით უცქეროდა ვარდისფერ ცის დასავალს ისეთივე უძირო კაეშნით და მისტიკური ჭვრეტით, ვით განგზე უპანიშადების სიბრძნეთა მქადაგებელი ქურუმი. გულში ქვითინი ჩაიკლა და
ისევ ის ჰანგი ლოცვა მზისადმი შემოესმა ინდოეთი განგი ფიქრობდა კორნელი საარაკო სასახლეების ტაძრების ძვირფასი თვლების ფერად-ფერადი ქსოვილების სპილოს ძვლისა და სასწაულების ქვეყანა სადაც ბინადრობენ ზღაპრული ცხოველები და ფრინველები სადაც ყვავიან და იზრდებიან გიგანტური პალმები და ბანანები ლიანები გორტენზიები და მაგნოლიები სიანის ოდენა ძოწეული ყვავილებით შემკული ბამბაქსები ტიმარინდები და მანგა სქელტყავიანი და გრძელფოთლებიანი მაღალი ხე რომელიც კვერცხის ოდენა ნაყოფს ისხამს ქართლის ქლიავზე უფრო წვნიანს და ირანის ატამზე გემრიელს კორნელის ისევ ის ჰანგი ლოცვა მზისადმი შემოესმა და თვალზე ცრემლი მოადგა მერმე გიგომ რაღაც უთხრა კორნელი ერთბაშად გამოფხიზლდა და გაიფიქრა რა ღმერთის წყრომაა ეს ჩემს თავზე განა ასეთი უნაპირო გრძნობითა და განცდით ცხოვრება იქნება კიდევ ეგ არის რომ მაშფოთებს და მაშორებს ამ ქვეყნიურ სინამდვილეს საწოდავები უთხრა გიგომ ვისზე ამბობ ჰკითხა კორნელიმ ინდოელებზე მიუგო გიგომ საიდან სად მოსულან სამშობლო წართმეულთ სხვათა სამშობლოს აპყრობინებენ აი ეს არის პრინციპული საკითხი რომელზედაც შენ ვანო მიგითითებდა შენ კი დონკიხოტი უწოდე გიგო დუმდა და მტკვარს გასცქეროდა ინდოელების მიერ მტკვარზე გაშვებული ნათურებიდან მხოლოდ ერთიღა დარჩენილიყო ჩაუნქრალი იგი ტალღებს გაერიყა და წყალგაღმა ნაპირზე ბჟუტავდა